გამარჯობა ჩემო ბავშვებო, მე ხელში მიჯერავს ოქროს კოლექციის ლაფონტენის იგავები, რჩეული იგავები და ერთ-ერთი უნდა წაგიკითხოთ. ტრედი და ჭიანჭველა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ჭიანჭველა. მოიმარჯვებდა ხოლმე თავისნაირ პატარა კალათას და მიდიოდა მარცვლეულის ხილის და სასუსნავის მოსაგროვებლად. ერთხელ სეირნობისას იგი ტბის ნაპირს მიადგა. რა კამკამა წყალია, გაიფიქრა პატარა ჭიანჭველა. წყლისკენ დაიხარა და ის იყო პირველი ყლუპი უნდა მოესვა, რომ წონასწორობა დაკარგა და თავით წყალში გადაეშვა. მიშველეთ, ცურო არ ვიცი, მიშველეთ, თორემ დავიხრჩობი. საბრალო წერი ხელფეხს იქნევდა და საცოდავად ფართხალებდა. სწორედ ამ დროს ტრედმა გადაუფრინა, მოისმა ჭიანჭველას განწივრული ხმა და ძირს დაეშვა. სასწრაფოდ წააწყვიტა ტბასთან მდგარ ხეს ფოთოლი და ჭიანჭველას საშველად გადაუგდო. პატარა წერი ფოთოლზე აცოცხლდა, ისე მოკალათ და თითქოს ტივზე იჯდა და ფეხები წყალზე ადგაფუნა, რომ როგორმე ტბის ნაპირისკენ გაეცურა. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა მიაღწია კიდეც ნაპირს. ტრედი უკვე კარგა შორს იყო, მაგრამ ჭიანჭველამ გულში მადლობა გადაუხადა. შენ რომ არა, უსათუოდ დავიღუპებოდი. დღეიდან შენთან ვალსში ვარ, ჩაილაპარაკა წერმა. გავიდა რამდენიმე დღე და პატარა ჭიანჭველა ხის ძირას წამოწოლილი იყო და ისვენებდა. უცებ ვიღაცის ფეხის ხმა შემოესმა. ბალახებში გაიჭურიდა და სულ თქვა შეეკრა. დაინახა მონადირეს თოფი მოემარჯვებინა და ხეზე ვიღაცას უმიზნებდა. ხის ტოტზე კი სწორედ ის მტრედი იჯდა. ჭიანჭველა დახჩობას რომ გადაარჩინა. ჩიტი შვიდად შემოსყუბებულიყო ტოტზე და საფრთხეს ვერ სამჩნევდა. პატარა ჭიანჭველას წუთიც არ დაუკარგავს. უმალ მონადირეს აცოცხლდა მუხლზე და წარედ უკმინა. ტკივილისაგან შეწუხებული კაცი უკან გადახტა და თოფი ხელიდან გაუვარდა. ხმაურზე მტრედმა ფრთა გაშლა და გაფრინდა. თუმცა ჭიანჭველასთვის მადლობის გადახდა არ დავიწყები. ესე დამთავრდა ჩვენი ზღაპარი. ახლა ჩემო ბავშვებო, დავხატოთ ტრედი და ჭიანჭველა. ჯერ დავხატოთ ჭიანჭველა. ნახე რას აკეთებთ პირველ რიგში. ასეთი მოტრიალებული წვეთის ფორმა რო დახატო, ეს არის ჭიანჭველას თავი. ეგ თვალები დავუხატოთ. უფრო საყვარელი რო გამოვიდეს, შეგიძლიათ ძარბებიც კი მივუხატოთ და პედერი პირი გავაღიმოთ. იმიტომ რომ კეთილია ჩვენ ჭიანჭველა. აი ეგ ორი ცალი აი ესეთი საცეცი გავუკეთოთ და ნახე რა მარტივია ტანის დახატვა. აი ამ თავის ქვეშ ხატავ ტრეს. და ზუსტად ეგეთივე წვეთის ფორმა ოღონდ იქითკენ მიტრიალებული, ნახე? აი ეს. უკვე ჭიანჭველა. თუმცა აუცილებელია ფეხების დახატვაც, ნახე? ერთი ფეხი, მეორე, უკვე საყვარელია და ბარემ ხელებიც გავაშლევინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ტრედს დაეხმარა 1 2 3 აქედაც 1 2 3 აი ეს მარტივად გამოვიდა ჭიანჭველის დახატვა. ეხლა დავხატოთ ტრედი. ტრედის თავისთვის წვეთის ფორმა ოღონდ პირიქით აი ესე მოტრიალებული, ნახე? ამოტრიალებული წვეთის ფორმა აი აქ. აი ესე ხაზს რო გავაკეთებ, უკვე ნისკარტია ტრედის. ხატავ ორ ოვალს თვალებს, შიგნით წერტილები. და
ქვევით დახურებს ჩვენს ჯიანჯველას. წარბებიც დაუხატოთ. ეხლა ნახე რა გააკეთეთ. აი აქ დაუხატოთ ტანი ეს. თუ გინახავთ მტრედი რომ მოფრინავს კუდი აუცილებლად ყველა ჩიტს აქვს კუდი და ნახე აი ესეთი კუდი დაუხატოთ. სამკუთხედის ფორმა, ოღონდ ტრედის კუდს რო უფრო მეტად დაემსგავსოს, აი აქ უნდა ხაზები. ესე. ეხლა ეს ფრთებგაშლილი მტრედი როგორ უნდა დავხატოთ ფრთები. ნახე? ასობგერა A-ს დაწერ, აი ესე მოზრდილად. აქედან მოტრიალებული, სარკმლად მოტრიალებული ასობგერა A. და ნახე ერთი ხაზი, მეორე ხაზი. ეს გვე ფრთის ნაწილი დავხატეთ. ეხლა აი აქედან აქამდე 1 2 3 4 აი ესე ჩამოდიხარ. და აქეთკენ პირიქით მოტრიალებულად. აი ესე ნელია მოდიხარ. ეცადეთ რომ აი ესეთი წერიული იყოს, ნახევარწრე იყოს ეს ფრთების მონახაზი და აი ეს შიგნით კიდე უფრო მეტად რომ დაემსგავსოს ფრთას, აი ესე რამოდენიმე ხაზი გააკეთეთ. აი ესე აქეთ ამ მხარესაც და ხოი საკვირველებო გამოვიდა მტრედი. თუმცა რომ დააკვირდეთ მტრედს რომ ოფრინას აი ესეთ ფორმაში რომ ნახოთ მტრედი, აი აქ ორი პატარა ფეხის ხაზი ჭირდება. შეგიძლიათ აი აქ რამოდენიმე აი ესეთი სამ-სამი ხაზიც ჩამოუსვათ რომ ფრენის იმიტაციას გამოვაუფრო. აი ესეთი ჯიანჯველა და მტრედი გამოგვივიდა ჩემო ძვირფასი. წარმატებებს გისურვებთ, ხატეთ ბევრი. მომავალ შეხვედრამდე.